გამარჯობა, მე ვარ ეკახოფერია და თქვენ უყურებთ ჩემს გადაცემას შეხვედრები ეკახოფერიასთან ერთად. ვიდრე დავიწყებდეთ ჩვენს გადაცემას, მინდა გთხოვოთ და მოგიწოდოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი. შეხვედრები ეკახოფერიასთან ერთად. ეს ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სათხართ, რატომ არ ჩანხართ ტელეეკრანზე? ხშირად მოგმართავენ ჩვენი თაობის ჟურნალისტებს მაყურებლები. მართლაც ძვირფასო ტელემაყურებლებო, ზოგი სად არის, ზოგი სად. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება ადამიანი, რომელიც სწორედ იმ თაობის ჟურნალისტიკას წარმოადგენს, რომელიც ჩემი აზრით ჩვენ ყველას ასე გვენატრება. ნინო ქაჯაია შეხვედრებში ეკახოფერიასთან. მაგალითად ჩვენ ვფიქრობ, რომ რაღაც ახალი ეტაპი ანონსი მიდის 6 საათიანში და 9 საათია 15 წუთი და შუქი გამოგირდეს. ნუ აი რა უნდა გააკეთოთ? რამ განაპირობა? რუსთავიორის, მაშინდელი რუსთავიორის, აი ესეთი უპრეცედენტო პოპულარობა. 26 წლის შვილი უნდა მყავდეს ახლა ანა, რომელიც აი 26 წლის წინ სამწუხაროდ ჩვენ ამაზე არასდროს არ გვილაპარაკია. ჩემკუდიკო არის ყველაზე ცილციმა ვარსკვლავი. თაიას გაჩენით რა მოხდა შენ ცხოვრებაში? ხაი როგორც თქვი იყო ჩემი ესეთი რა საშობაო საჩუქარია ყველაზე საოცარი. პირველი რესტავრაცია რაც გავაკეთე, აი ეს იყო ეს ბებია ჩემს ბები, რაღაც ძველი კონსოლი. ეს შემთხვევა რომ მე და ნინოს ერთმანეთი არ დაგვიკარგოთ. სიყვარული? რა ვიცი, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მაკინეში. ეს ადგილი სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე ჩვენი შეხვედრებისთვის ყოველთვის ვცდილობ განსაკუთრებული, გამორჩეული ადგილი მოვძებნო, ვინაიდან შეხვედრები სწორედ განსაკუთრებულ ადგილებზე უნდა ჩაიწეროს ხოლმე. ეს გახლავთ თბილისის ძველი ულამაზესი უბანი, ჯერ თავად მისამართს დააკვირდით ელენე ახვლედიანის ხევი ნომერი 1. ისტორიული, ხელუხლებელი კედლები, სიახლოვეს სამების ტაძარი, კიდევ ერთი ტაძარი, ამდენად მაკინეში სტუმრობასთან ერთად შეგიძლიათ მცირე ექსკურსიაც მოუწყოთ თქვენ თავს ან თქვენ სტუმრებს. მაკინე ამირეჯიბი ამ დიდებული ქალბატონის სახელს ატარებს აქაურობა. მაკინე სახელგანთქმული ყოფილა თავისი ქველმოქმედებით, საზოგადო მოღვაწეობით და ერთი ასეთი წესი ყოფილა მათ ოჯახში. ვინც კი სტუმრობდა მათ ოჯახს და ესენი იყვნენ ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, ყველა თურმე ტოვებდა თავის ხელმოწერას. აი ამ ხელმოწერას შემდეგ მაკინე თავისი ხელით ამოქარგავდა ხოლმე სუფრაზე. არსებობს ისტორიული სუფრა, რომლის ცენტრში არც მეტი არც ნაკლები ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის ხელმოწერებია. ყველაზე ხშირად დასმული კითხვით მინდა დავიწყო შენთან ლაპარაკი. არ გენატრება ტელევიზია? იცით როგორ არის ამ კითხვაზე პასუხი? კი და არა. არა, იმიტომ რომ იქ სადაც ახლა ვმუშაობ, გაეროსტოლთა უმაღლეს კომისარიატი, გაეროსტოლთა სააგენტოს მოკლედ რომ ასე ვქნათ, იქ როდესაც ეს რაღაცა მონატრების ის შემომიტევს ხოლმე, იქ რაღაცნაირად ვიკმაყოფილებ, იმიტომ რომ ხშირად მიწევს ისტორიების გაკეთება იმ ადამიანებზე, ვინც იძულებული გახდნენ, რომ საომარი მოქმედებების თუ რაღაცა ძალადობის თუ სხვადასხვა მიზეზების გამო დაეტოვებინათ საკუთარი ქვეყანა და თავშესაფარი საქართველოში ეყოვნათ, ან დევნილებზე, რომლებიც საქართველოში არიან. აი მათი ისტორიები ვაკეთებ ვიდეოებს მათ შესახებ, ვწერ და ეს არის ერთ-ერთი ნაწილია საქმიანობისა, რასაც ჩემი სამსახურის და აი მაგ დროს ეს სულ რაღაცნაირად იქ ვარ ნაწილობრივ. შენ ხარ ის ადამიანი, რომელიც ბავშვობიდან ოცნებობდა ჟურნალისტიკაზე, ლამის.
ესე არ მიოცნებია, მახსოვს, აი, როდესაც უნივერსიტეტში უნდა ჩამებარებინა და ნუ რაღაცა ესე იყო, რომ აბა სად მას აქვთ რა გავაკეთოთ და ბებია ჩემი იყო, მე ბავშვობიდან მქონდა ტელევიზიასთან შეხვედრა ტელევიზორში, იმიტომ რომ ბებია ჩემი იყო ბავშვთა რედაქციის მთავარი რედაქტორი ტელევიზიაში პირველ არხზე რუსუდან გამსახურდია კი და ბაბუა ჩემიც იყო სატელევიზიო გადაცემების რეჟისორი, გოგი გამსახურდი. კი და პატარა ვიყავი, მახსოვს, სადღაც ერთი 5 წლის ალბათ 4 წლის პირველად ტელევიზორში ტელევიზიით რაღაც რო გამომიყოლეს ბებიები. აი ესე გაგიყვანე ჩაგიწერეთ და მიგიყვანეს პირველად. რაღაცა საბავშვო გადაცემა იყო და იქ მონაწილეობდი და თურმე ანუ რო ტელევიზორში რო დავინახე ჩემი თავი გამომედი და მე ტელევიზორის უკან და რასაკეთებოდა ნინოს ველოდები რომ გადმოამროდის გამოვაო. და ნუ ეს რაღაც ეს ტელევიზიის სულ იყო ბებია ჩემს თუ დავყავდი ხოლმე მახსოვს. უმიხარ ბებიაზე რასაკეთებდა ბებია ბაბუა, იმიტომ რომ ის ეპოქა საერთოდ მგონია რომ რაღაც განსაკუთრებული, როდესაც ყველაფერი იწყებოდა. კი, მართლათა რაღაცა საოცარი თაობა იყო, საოცარი ისეთ გამოწვევებში უწევდათ მათ მოღვაწეობაც, ცხოვრებაც, ყველაფერი. თან აი ბებია ძალიან ესეთი ისტორია ქონდა, მამა გადასახლებულია, ეს ომი გამოვლილია, უმძიმესი ისინი და ეს დედის დედის დედა როსთან გამსახურდა, რომელიც იმედ ძალიან გაუხარდება ხო რომ უყურებს, იმიტომ რომ დღემდე ყველაფერს უყურებს. კი, ყველაფერს დედის სიყვარულით. კი, ნამდვილად ყველაფერს წერს, კითხულობს, აი ზღაპრებს წერს, ეხა 97 წლის არის. ბებია ეხლა კი და აი დღემდე წარმოიდგინე რომ მისი რეკომენდაციით კითხულობ რაღაც წიგნებს. თან ეს კითხულობს რაღაც აი შენიშვნები აქვს გვერდებზე. მან იცის, აი თუ კიდე რამე რაღაც ნობელის პრემიის ლაურეატის ის გამოდიდა, ხომ არ შეგიძლია რომ აი რაღაცა ამომიბეჭდო ან მას აქნა ეს წიგნი. აი დღემ საოცარი ესეთი მეხსიერება, ესეთი ოღონდ ქვეყნის აი ლიტერატურა მაგალითად ხო, რა ვიცი, მე მგონი არ არსებობს წიგნი წაკითხული რო არ აქვს, ოღონდ მართლა ხა ბებია ჩემი რო არის, მაგიტომ არ არის. ჯერა იმიტომ რომ რაღაცა განათლების, განვითარების არის და აი რა ახსოვს, იცი, თავარი გმირები კი არა. ვიღაცა რო შემოვიდა ერთი წამით რაღაცა რო ერთი ფრაზა რო თქვა, ისიც კი ახსოვს, სახელებით, გვარებით, ჩვენი ქვეყნის ისტორია, რაღაც სოფლიოსი, აი გადაცემები რომ მქონდა ხოლმე, მახსოვს, რაღაცა თუ ვიღაც მაინტერესებდა და აი ჩვეულებრივ რა Google და რა Wikipedia, აი რუსუნდუ დავრეკავდი ყველაფერს მოგიყვანს. კი, ანუ რუსუნდუ სულ მეგობრებო, ჩემთვის ყველაზე საინტერესო და გამორჩეული ნივთი პორტრეტების ალბომი ნინო ქაჯეას ოჯახში და სახლში. ნინო, რა არის ეს და აი გაგვიზიარე. ესე იგი ბებია რო გახდა 90 წლის, როსუნდო იმას გამუკეთე რაღაც საჩუქრად ესე და ნუ ჩემცაც მაგ ესე იგი 4 თაობა ვინც ახლა ნუ ვართ წარმოდგენილები, მათი რაღაცა ცხოვრება არის ერთ ჩარჩოში, ანუ აქ არის ბავშვობა, ეს არის მაგ ბებია ჩემის დედა, ბებია ჩემი, დედა ჩემი, მე თაიკო, ეს არის ბავშვობა. მე არის ახალგაზრდობა, ეს არის ბებია ჩემის დედა თამარიაშვილი, რუსუნდუ, დედა ჩემი, თამარი, მე და თაიკო. მე იქ არის დედაშვილები. ეს ფოტოშოპი გავაკეთე, იმიტომ რომ ეს სურათი არ მქონდა ბებია ჩემის დედა და ბებია. ეს არის ბებია, რუსუნდო და დედა ჩემი, მაგათი ის არის. ეს არის მე და დედა, მე და თაიკო და ეს 4-ვე ვართ, 4 თაობა და. 4 თაობა და ბოლო ეს არის შვილიშვილი, ბებია შვილიშვილი. ბებია და შვილიშვილი, ხო? იმიტომ რომ აი თაის განსაკუთრებული მეგობარია, ბებია ჩემი, ძალიან უყვარს, მისი გაზრდილია და ეს არის დედა ჩემი და თავის ბებია, მე და ბებია, თაიკო და ბებია, რუსუნ თავის ბებია და ნუ დედა ჩემი და თაიკო და მე ამაში სამომავლოდ ჩემი და თაიკოს შვილი იქნება. მე ვფიქრობ, რომ ეს არის არაჩვეულებრივი იდეა, რომ აი ესეთ საჩუქარი გაუკეთო საკუთარ თავს, ბებიას, დედას, არ ვიცი, აი ყველას. ჯერ იყო ალიონში მუშაობდი, ერთი რამდენიმე თვე და მე ესე მითხრა, რომ აი რუსთავი 2
ეს რაღაცა ტელევიზია იყო, რომელიც რუსთავში იყო, ეხლა გადმოდის თბილისში, აპირებენ და არ გინდა, აბა ნახე. ძალიან საინტერესოა. ჩემი მეგობარ დიანა სუბელიანი მუშაობდა მაშინ და წამოდი რა, შეხედე და თუ მახსოვს დვალი და ეროსი გავიცანი. აი ზუსტად მახსოვს მე-15 სართული, აი არაფერი არ იყო. აი საერთოდ არაფერი. მაშინ იღებდნენ იმ ტერიტორიაზე და იმ შენობაში სახლი ძველობაში და ის რაღაცა ძველი კარადა იყო დელისთან, სადაც სადაც ვიყავით, სადაც მე მოვედეს, კი იყო თავიდანვე, ხო? თავიდანვე მანდ იყო მე-15 სართულზე ესე შევედი ჩამოწონწილი, ჩამონგრეული, აი არაფერი, ხო იცი, არც ერთ ადამიანს რო არ იცნობს, მაგრამ აი არასდროს არ დამავიწყდება, ზუსტად მახსოვს ის მომენტი, ის შეგრძნება, აი დღესაც რა ვიცი 30 წლის მერე ეროსი და დვალი რო ყვებოდა დვალი ესე იშდა, როგორც იცის ხოლმე, ხო იცი ეს მითით, ყველაფერს რო იაზრებს, აანალიზებს და ეროსი აი ესე, ეხა ის იცი როგორ იქნება, ეს იქნება ყველაზე მაგარი ტელევიზია, ეხა გაქვს საშუალება, შანსი ხო ეგრევე შენობით, თქონობით ხო არაფერი. აი ძალიან მაგარი შანსი გაქვს, რომ გახდე ყველაზე მაგარი ტელევიზიის ყველაზე მაგარი რეპორტერი და ეხა მე მგონი რომ ეს შანსი ხელიდან არ უნდა გქონდეს, ჩვენ ავაშენებ, ჩვენ ამას გავაკეთებ და აი ზუსტად მახსოვს ეხა ერთის რომ მოусმინა ხო იფიქრებ რას ლაპარაკობს ეს კაცი, ნუ აი თან რომ 96 წელი, 15-16 წელია, ნუ აი რა დროს და აი არ ვიცი, აი ერთი წუთიც არ შემპარვია ეჭვი, ეს იქნებოდა ყველაზე კარგი ტელევიზია, ყველაზე კარგი საინფორმაციო და ამაში მექნებოდა მონაწილეობის საშუალება. მე მაქვს ასეთი კითხვა. რამ განაპირობა რუსთავიორის, მაშინდელი რუსთავიორის, აი ესეთი უპრეცედენტო პოპულარობა? მე ეხა დღევანდელი გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, მართლა ეს იყო ფუფუნება, რაც ჩვენ გქონდა მაშინ. იმიტომ რომ იყო საშუალება, იყო იდეა, იყო ენერგია, ერთად ვქმნიდით რაღაცას, ერთად ვაშენებდით, ერთად ვაკეთებდით. თან მაყურებელიც არ იყო ისეთი განებევრებული, როგორც ეხლა არის. ჯერჯერობით სოციალური ქსელები არ იყო და სხვათა შორის ეგ არის, ხო, და ეგ არის ფუფუნება. რომ აი ამ რაღაცებით სხვა დამოკიდებულება იყო, ჟურნალისტებისადმიც სხვა დამოკიდებულება იყო საზოგადოებაში. ბუნებრივია, ყველგან არ უხაროდათ ეხა რაღაცა. თან მაშინ ოპოზიციური აზრი იყო, ხო? ოპოზიციური არხი იყო, მაგრამ თქვა პოლიტიკური კუთვნილების გარეშე ეს არ იყო ვინმე რაღაცა პოლიტიკური ხო პარტიის ან იმის, აი მაშინ როდესაც ხმა გესაუბრებით 95, 16, 17, აი 2000 წლები ესენი და შენ გქონდა გაზრდის საშუალება. ანუ მაყურებელიც ჩვენთან ერთად იზრდებოდა. ბევრი რამ პირველი გაკეთდა რუსთავიორზე. დათუდვალს აქვს ნათქვამი, რომ აი ეს ოქროს გუნდი ეს ასე ხდება. ეს შეიძლება დაგეგმო, მაგრამ ეს ასე არ მოხდეს, მაგრამ ეს ასე ხდება დროსა და სივრცეში, აი ბევრი რამ დაემთხვა ერთმანეთს. კი, და დაემთხვა ის, რომ ამ ადამიანებმა დვალმა, დათომ, ეროსმა მოგცე, ჯარჯიც იყო მაშინ, მათ მოგცეს ჩვენ საშუალება, რომ ყოფილიყავით პიროვნებები. ანუ ადრე ესე იყო რა, რაღაცა სახე არ ქონდა ხოლმე მეტნაკლებად, ხო? ჟურნალისტი რაღაცა ძალიან აკადემიური, ძალიან ესეთ ეს თავისუფლება გქონდა. მაგრამ რაღაცა შეგვეძლო, რომ ჩვეულებრივები ვყოფილიყავით. მე მახსოვს სხვათა შორის აი პირველი რეპორტაჟი რამაც იქონია, მოხდა მაშინ ალიონში მუშაობდი და ისი ბაგებში იყო აუზი. და ამ აუზში ცხოვრობდა დევნილი ოჯახი, აი აუზში ოღონდ, ნუ აი საოცარ გაჭიროებაში იყო და მახსოვს გავაკეთე რეპორტაჟი და ნუ ამ რეპორტაჟის მერე რაღაცა დაეხმარენ ამ ადამიანს სახლი და აი მაშინ მივხვდი რამხელა ძალა აქვს, რამხელა შესაძლებლობა გაქვს როგორც ჟურნალისტს უკეთესობისაკენ შეცვალო ადამიანების ცხოვრება, რომ მიაწოდოს სწორი ინფორმაცია, ამბავი გააგებინო. ანუ ეს იყო, მე მახსოვს, რომ მივდიოდით, თუ ვთქვათ რაღაცა ისე მოხდებოდა, რაც რაღაცა იშვიათად იყო, რომ არ ვიყავით იმაზე 24 საათს სამსახურში ვიყავით და ქუჩაში კურიერის ხმა ისმოდა, ანუ სახლებიდან გამოდიოდა კურიერის ხმა და
იცოდი რომ ხა ეს ადამიანები თავიანთ სახლში, თავიანთ ოჯახის წევრებთან სხედან და უყურებენ იმ ამბებს, რომელიც ჩვენს კოლეგებთან ერთად მოამზადე მთელი დღე ამაზე იარე, ჩადე მთელი შენი ენერგია, სული, გული, რა ვიცი, ყველაფერი და ეხა ეს ადამიანები უყურებენ. შენ ესე მთლად ფუძემდებელს ვერ დაგარქვე, იმიტომ რომ ძალიან ისეთი ამბიციური განაცხადი გამოვა ჩემი მხრიდან და სუბიექტური, მაინც ჩვენი მეგობრობის გათვალისწინებით, მაგრამ აი ერთ-ერთი ხარ მათ შორის, ვინც სხვაგვარი გადაღება სხვაგვარ გადაღებას და რეპორტაჟის სხვაგვარად კეთებას დაუდო საფუძველი. ანუ იქ სადაც კადრი არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით მიჩვეულით ცოტა სხვა ტიპის რეპორტაჟებს და მე მახსოვს პირადად შენ და რამდენიმე სხვა რეპორტერიც მახსოვს რა თქმა უნდა, მაგრამ პირადად შენზე ვლაპარაკობთ ახლა, მახსოვს, როდესაც შენ მოდიოდი გადაღებიდან სიუჟეტის კეთებას იწყებდი კადრებით. ანუ ჯერ უყურებდი კადრებს, აი რა კადრი ქონდა, სად რა კადრი შემოდიოდა რა, მერე უყურებდი ინტერვიუს და რაც არ უნდა მოკლე დროში იყო მოკლე დროში უნდა მოგესწრო ეს რეპორტაჟი, მაინც კადრი იყო ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანი. აი ეს საიდან მოვიდა ნინო? აი ესე გადაღება. აი ეს იყო ერთ-ერთი კიდე ამ რუსთავიორის და კურიერის რაღაცა სიახლე იმ დროინდელი, რომ ჟურნალისტი და ოპერატორი მუშაობდა ერთად. ანუ ეს იყო ერთი გუნდი, ანუ ერთად დავდეთ, მე მახსოვს, აი პირველი დღიდან, როდესაც მოვედი, გოჩა რამიშულთან ერთად მუშაობდი სულ და წლები და ნუ რა ვიცი, ჩემი თავარი ოპერატორი იყო ყოველთვის და არის და იქნება. კი, შენი იყო ნამდვილად და სულ ესეთი იყო მიუხედავად იმისა, რომ უამრავ არაჩვეულებრივ ოპერატორთან მიმუშავია წლების განმავლობაში. და აი გოჩასთან ერთად რომ მივდიოდით, აი ფენა როგორ ფიქრობ ხა ის კადრი კარგი იქნება ხო? აი ხა იქიდან რომ გადავიღოთ, ანა ეს ინტერვიუ თან ისე რომ ჩავწეროთ, აი ეს ოღონდ თან usmenდი, აი რაღაცა ადრე ესეთი თაობა იყო, რომ აი ჟურნალისტ ყოველთვის მიჩნეული, რომ ჟურნალისტი იყო მთავარი და ნუ ის უბრალოდ ვიღაცა დაყვებოდა, რაღაცას ატარებდა და იღებდა შენ რასაც ეუბნება. ჩვენ შემთხვევაში ესე არ იყო. ჩვენ ვიყავით ორი ადამიანი, რომელიც ორი და მესამეც ნინო ძღოლიც, რომელიც იყო ყველაფერი. ყველაზე დიდი შემადგენელი ასევე გადაღებს. ანუ ამ სამი ადამიანის გარეშე წარმოუდგენელი იყო, რომ იმ ძღოლს მოესწრო, იმას დროზე უნდა გაეჩერებინა, ან ჩუმად მieყვანი, ანას. კი, სულ და მე ეს გზაშიც ეს მთელი ისინთა. ანუ აი ეს შეგრძნება იყო, რომ ყველა ერთ საქმეს აკეთებდა. მაინც განსაკუთრებული სტილი ქონდა შენ გადაღების, შენ და გოჩა რამიშვილს. აი სხვაგვარი თხრობა. აი ეს სადმე გასწავლეს თქვენ? იცით რა, ჩვენ თვითონ რაღაცა ერთმანეთს ვასწავლეთ, ერთად ვისწავლეთ. თუმცა აი მაშინ ხა ვცდილობდნენ, აი ჩამოყავდათ მაგალითად, აი ყოველთვის დათო და ეროსი, დვალი და ეროსი ამას აკეთებდნენ, რომ განვითარებაზე ზრუნავდნენ. აი BBC-ს პარსონსი მახსოვს, ჩამოიყვანს, მაშინ იყო ინტერნიუსი და ინტერნიუსიც მუშაობდით მე და გოჩა, როგორც კურიერის და რუსთავიორის რეპორტერები და იქ ვასწავლეთ, აი მახსოვს, რომ აი კადრი როგორ უნდა კადრო, ეს უნდა იყოს, რომ ესე არ არის რაღაცა ყველაფერს არ უნდა მიაძებო, რომ არსებობს სიკვენსი, რომ არსებობს ამ კადრის მერე ეს უნდა შემოვიდეს სტენდაპი და მე ეს ამოვიდა მთელი აი რაღაცა იმითი, ხო იცი, რომ დაინერგება და მე შენ სამის თანამონაწილე რო ხარ რაღაცაერთ, რომ აბა უფრო საინტერესოს ვინ გააკეთებს, აბა ეხა უფრო ორიგინალური, აბა ეხა იქიდან, აბა აქედან. მე ხსოვს პირველი ჩართვა ქონდა. ანუ პირველად კეთდებოდა პირველი ჩართვა ბათუმში ვიყავ, მაშინ ახალი წელი იყო და ბათუმიდან უნდა ჩართულიყავით და ნუ ეს ძალიან დიდი ის იყო რა. პირველი არხი თანამგზავრზე. ხო, ანუ იყო ძალიან დიდი ის და ძალიან ამაყები ყველანი წავედით და ნუ მაშინ ჩვენ მოგახსენებათ რომ რაღაცა ოპოზიციური ის და იმ დროინერმა ხელმძღვანელმა არ უნდათ რომ ჩვენ ეს ჩართო და თან გვინდოდა ბათუმის ცენტრიდან ეს რაღაცა და ჩაგვიქრ შუქი გამოგვირთეს რომ და ხა როგორია წარმოიდგინე წასული ხარ ეს და ანონსი მიდის 6 საათიანში ის და 9 საათია 15 წუთი და შუქი გამოგირთეს. ნუ აი რა უნდა გააკეთო და არასდროს არ დამოიწყობა ბიჭები თან ოღონდ ესეთი დანადგარი ხო არ ქონდა ეხა რაც რაღაცა დათოს დვალის მოგონილი აწყობილი ფიზიკებთან ეს ხო აი ლამის ესე კუსტარულად გაკეთებული და არ ვიცი აი სასწაულები გააკეთეს მანქანაში შეაერთეს მანქანის აკუმულატორში ეს რაღაცა მოწყობილობა გაუგებარი
და ნუ აი 9 საათზე მოგესალმებით. და ჩართვა შედგა. კი, ესე ის იყო და რაღაცა გილოცავთ ახალ წელს ბათუმიდან. შენი ცხოვრება იმ დღეს, როდესაც დასრულდა ტელევიზია. აი მინდა რომ მაქსიმალურად გულწრფელად მოყვე. ეს იყო შენთვის ძნელი თუ ეს იყო ის რაც შენ გინდოდა? იცი როგორ იყო? არ იყო იოლი, მარტივი არ იყო, იმიტომ რომ ჩემს გარდა ჩემთან ერთად მთელი გუნდი იყო, რომელიც თქვა ეს მოხდა, როცა ცხოვრება მშვენიერია მიმყავდა პირველ არხზე და როდესაც 6 წლის მერე, ნუ მასაკ არაფერი დაიხურა ეს გადაცემა, მთლიანად რეფორმა ჩატარდა და ყველა გადაცემა იქ მაშინ რაც იყო დაიხურა. იმიტომ რომ მაშინ ახლა მე მარტო ის ხო არ ვიყავი ჩემთვის ჟურნალისტი ისეთი გუნდი გყავდა თან საოცარი. ეს პასუხისგებლობა ძალიან რთული იყო, რომ შენ თავზე ხა იმდანთ არა, რამდენიც მთელ იმაზე. რთული იყო, კი, ძალიან. თუმცა მეორეს მხრივ ნინო, აი როგორ რაღაცა იცი, რომ გადაცემა დაიხურა, ეხლა ყველას გაგვულია ეტაპი 100 ჯერ მართლა მგონი ცხოვრებაში, მაგრამ აი გადაცემა დაიხურა, ერთი პასუხისმგებლობა გუნდის წინაშე და მეორე კითხვა რას ვაკეთებ? მთელი ცხოვრება რო რაღაცას აკეთებ, ანუ ეს მე გეუნები ტელევიზიაში ვიყავ ალბათ 23 წლის მოვედი, 22, ხო, სტუდენტი რამდენი ხარ? არა, კიდე უფრო პატარა 20, ხო, აი 20, ხო, რაღაც 18. აი მაგ დროს მოდიხარ და რამდენის ვიყავით უკვე, თაია მყავდა, ხო? ალბათ, რა ვიცი, 15-20 წელი, ანუ ამაში უკვე საკაკ მთელი შენი ცხოვრება, ანუ სხვა პროფესიით, განათლებით, გამოცდილებით სულ ეს არის და ნუ აი ფიქრობ, რომ ნუ რა უნდა გავაკეთო რა. ანუ შუალედში კიდე მე მქონდა საგარეო საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი 2 წელი და ისიც არაჩვეულებრივი გამოცდილება იყო და აი ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სრულიად სხვანაირად დავინახე. როგორ არის, იცით, აი ადრე ჩვენ როდესაც თქვა წერდით ინტერვიუს, ხო, და რაღაცა ერთხარეს ხარ იქ და ეხლა საგარეოში რომ მუშაობდი, მეორე მხარეს დგომის საშუალება მომეცა. პირიქით კამერას რო შემოატრიალებ, ხო? აი უცებ აი მივხვდი რომ აი ეხლა რა, მაგრამ თან იცით რა არის, რაღაცა ახალი ეტაპი იყო, ახალი რაღაცის დასაწყისი, იმიტომ რომ როდესაც ხო იწყებ რაღაცით. მე დავიწყე, ვიყავი რეპორტერი, კურიერის რაღაცა რეპორტერი ვიყავი, მე ღამის კურიერი მიმყავდა, მე რაღაცა დღის კურიერი. მე იყო დოკუმენტური ფილმები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების შესახებ, რასაც ასევე რუსთავიორში ვაკეთებდი, იმიტომ მე რაღაცა 1 წლიანი პაუზა მქონდა, 1 წლიანი არ ცხოვრობდი საქართველოში და როდესაც დავბრუნდი ისევე რუსთავიორში მოვედი უკვე ამითი. განაგებდა ჩინეთს, ერთობოდა ომებში, ანგრევდა და აშენებდა ქალაქებს. როდესაც კოლუმბა იამაიკა აღმოაჩინა, მან თქვა, რომ ეს არის ყველაზე ლამაზი კუნძული. ნეგრილში არსებობს წესი, რომლის თანახმადაც არცერთი შენობა არ შეიძლება ქოქოსის ხეზე მაღალი იყოს. ხოანა? ადგილი მსოფლიო რუკაზე სადაც ისევ პირველი წყობილება. შემორჩენილია ნეოლითის ხანის კულტურული ძეგლები, ფინიკური დასახლებები და რომაული სასახლეების ნანგრევები. მესამე მხრიდან ესე იგი მიკროფონის კიდე ერთი მხარე შევიცვალე, ეს იყო უკვე საერთაშორისო ორგანიზაცია, ეს იყო გაერო, როდესაც გამოცხადდა ვაკანსია და ჩემი მეგობარი მუშაობდა კუჩხვა იქ და მითხრა, რომ ვიცი რა, ესეთი ის არისო და ხო არ იფიქრებდიო. და ნუ მეთქი, რაღაცა საინტერესოდ ეს არის რა, ჟღერს. და ნუ რა ვიცი 13 წელია უკვე ეს იყო 13 წლის წინ ზუსტად 13 წელი შენ ახლა მუშაობ საერთაშორისო ორგანიზაციაში გაეროს სტოლთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობა საქართველოში გაეროს სტოლთა სააგენტო ანუ გაეროს მანდატი რომ დაეხმაროს დევნილებს სტოლვილებს და მოქალაქეობის ამქონე პირებს. ნინო მე ესე დავაკვირდი რომ იმ თაობის ჟურნალისტებს პრინციპში შემდეგი თაობისაც შეიძლება ვთქვა მაგრამ აი რა ხსენებ განვა ზოგადად იმ თაობის ჟურნალისტთა შვილებს არც ერთს არ აურჩევია ჟურნალისტობა ლამის. ხო. მათ შორის არც თაია ქაჯაიას. იყო დრო, აი რატომ მოდი ესე ვთქვათ, მოდი ვილაპარაკოთ ახლა თაიაზე. აი რატომ არ აირჩია თაიამ, რომელიც მთელი ცხოვრება იყო ტელევიზია, არ აირჩია დედის გზა. და რა უცნაურია, იცი, დღეს თაიას უმეუბნება, რომ აუცია მე არ გინდა რომ დაბრუნდე ტელევიზიაში, მე ის ძალიან მომწონდა ის რომ ხო, აი ის ხო რომ უთხარი რაღაცა ეკასთან. აუ რა კარგია, ხო, აი
მე ის დრო ენატრება, როდესაც შენ იყავი მაშინ ტელევიზიაში. ეხლა ენატრება. ეხლა ენატრება უნდა, მაგრამ თვითონ არა ურჩევი, მაგრამ მითხარ ხა ჟურნალისტის ხმით რო იციო, იმ ხმით არ ელაპარაკო და მე ვთხარი ეგ რას ნიშნავს მეთქი. აი რაღაცნაირი ხმა რო გაქვს, აი რაღაცა ისეთიო და არა, აი ეხლა შენ ანუ ისე რა ჩვეულებრივად ილაპარაკეო. დავრეკეთ თაია ქაჯაიასთან, გამოვიყვანოთ ლექციებიდან და ზარი მადრიდში. გამარჯობა ძვირფასო თაია, როგორ ხარ? გამარჯობა. მე გერცობით აის უნივერსიტეტიდან მადრიდში. მე ვარ მეორე კურსზე და ვსწავლობ ქცევით და სოციალურ მეცნიერებებს. და ძალიან მომწონს. მეორე წელი, როგორც ამბობენ, ეს რაღაცა შუალედურია. ვიცი რომ პირველი წელი იყო რთული. მოდი თქვი, რა იყო რთული და აი რას ურჩევდი იმ ადამიანებს, ვინც ახლა ემზადება საზღვარგარეთ სასწავლებლად წასასვლელად. აი პირველი წელი რატომ არის რთული? მგონია რომ პირველი წელი არის საერთოდ ყველასთვის რთული და ეს რაღაცა გამოცდილებასაც ყველა გადის. ყველასთვის სხვადასხვანაირი არის, ზოგს ნაკლებად უჭირს, ზოგს მეტად. მე შედარებით უფრო გამიჭირდა, იმიტომ რომ აი არ ვიცი რა მიჯობს ამაზე ვიწყებ ხოლმე ლაპარაკს, საერთოდ არ ვიცი ესე აი პირდაპირ მიზეზი რა იყო, იმიტომ რომ ნუ აი ესე სუსტი მიზეზი არ მქონდა, რატომაც ვთქვათ არ მომწონდა ან ვერ შევეგუე, მაგრამ აი ძალიან ცუდად მახსოვს პირველი წელი, ძალიან ცუდად და ეხა ვინც აბარებს, ალბათ ეხა ვინც მიდის, იმათ ურჩევდი რომ უფრო მარტივად შეხედან რაღაცებს. აი ჩემთვის მაგალითად ძალიან ბევრი რაღაც გამირთულდა, იმიტომ რომ რთულად ავღიქვავდი შედარებით, აი თუნდაც კულტურულ განსხვავებებს, რაღაც ჩვენს მენტალიტეტში ვერ დამტკბევს ასე შემდეგ და იმას, რომ ეს არანაირად ჩემ კომფორტის ზონაში არ იყო და არც ერთი ადამიანი, ვინც ჩემ კომფორტის ზონაში იყო, გარშემო არ მყავდა. აი ეგეთი რაღაცები, რომ ცოტა ნაკლებად მიტარონ გულთან ახლოს, ესე ვიტყოდ. როგორ დაახასიათებთ დედა შენს? ვიცი რომ ესეთი ობიექტური არ იქნება და არც მინდა ობიექტური. თაია ქაჯაიასგან მინდა ნინო ქაჯაიას დახასიათებ. ობიექტურიც ვიქნები, მაგრამ ჩემი სუბიექტური და ასევე ობიექტური აზრით ჩემი დედიკო არის ყველაზე ციმციმა ვარსკვლავი. და რითიც გამოვარჩევდი ალბათ, არის მისი ადამიანობა, მისი გული და ის თვისებები, რომლებიც რაღაცა მგონია რომ ბევრს არ ახასიათებს. აი სულ მახსოვდა რომ ბავშვობაშიც რო ვუყურებდი, აი იმდენად აღფრთოვანებული ვიყავი იმითი, რომ მართლა რაღაცა ისე არ მინდა რომ გამომდის, მაგრამ როგორც ანათებდა აი რაღაცა ადამიანი რო შედის ოთახში და პირდაპირ გაფრთხილდება. და ამ თავისი ფერადი ციმციმე თვალებით და ყველაფრით რაღაცნაირად მგონია რომ ყველას ვისაც აქვს იმის ბედნიერება რომ იცნობდეს ნინოს ძალიან კაია, ძალიან ბედნიერია. და სულ ამბობ იმას, რომ ძალიან გამიმართლა და ძალიან მიხარია, რომ ნინო ყავს დედაც და აი რამდენჯერაც არ უნდა მქონდეს თავიდან ამის არჩევის თუნდაც საშუალება, ყოველთვის თავიდან ავირჩევდი, რომ ჩემი დედიკო იყოს ჩემი დედიკო. ეხლა კადრი დედაზე. დედა რომელსაც თვალები აუცრემლიან და თაიკო ეჭვიც არ მეპარებოდა. მე ძალიან მახარებს თქვენი არსებობა ჩვენ ცხოვრებაში, ზოგადად ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ თქვენერი კარგი ადამიანები კარგი იქნება რომ ცოტა მეტი იყოს. რა ვიცი, შეხვედრამდე მადრიდში, ან თბილისში, ან სადმე წარმატებას გისურვებ ჩემო ძვირფასო. მადლობა. და ნახე შენი დაბადების დღის ვარდი კიდე არის შენახული ერთი წელი შევინა. მინდა რომ არ ეხლა ყველა ვიტირით. მე ყარხარ თუ თაიას დაბადების დღე არის 7 იანვარს. დედას ყველაზე საოცარი საშობაო საჩუქარი. ხო, ყველაზე საოცარი საშობაო საჩუქარი. აი რა არის შვილი დედისთვის? ამას ასეთ უცნაურ და ასეთ რბილად რო ვთქვა, უცნაურ კითხვას მე შენ არ დაგისვა, მაგრამ მე მგონია რომ თაიამ შენს ცხოვრებაში, აი შენს ცხოვრებაში ძალიან ბევრი არა, რამდენიმე ესეთი, ისე ვთქვათ, მწვერვალია, რომ რამდენიმე საყრდენია, ხო? მათ შორის შენი პროფესია, მათ შორის შენი ოჯახი და ერთ-ერთი მთავარი საყრდენი არის თაია. აი
შენ ისეთი დედა ხარ, რომელიც ცხოვრება ყველაფერი თაიას ირგვლივ არის? აი, მინდა რომ ეს მომიყო. თაიას გაჩენით, რა მოხდა შენ ცხოვრებაში? თაიას ხაი როგორც თქვი, ჩემი ესეთი რა, საშობაო საჩუქარია ყველაზე საოცარი. რომელიც აი ფიქრობდი რომ როგორ ცხოვრობდი მანამდე. ანუ რაღაცები როგორ მიხაროდა, რაღაცები როგორ მეგონა რომ ეს იყო მთავარი. ანუ არაფერი არ არის იმ სიხარულთან ერთად, რასაც ქვია დედობა ზოგადად, რასაც თაიას დედობა ქვია. მე თან აი ძალიან მძიმე გამოცდილება მქონდა მასთან მიმართებაში. ანუ 26 წლის შვილი უნდა მყავდეს ახლა ანა, რომელიც აი 26 წლის წინ სამწუხაროდ რაღაცა ესე ექიმების დაუდევრობის გამო რაღაც რამდენიმე დღეში დაბადებიდან გარდაიცვალა და მაშინ მახსოვს ეს არის ანუ ყველაზე საშინელება ხო რაც შეიძლება რომ ადამიანს დაემართოს, რაც შეიძლება რომ დედას დაემართოს, რომ შვილი აღარ ეყოლოს ხო აი არ ვიცი და მახსოვს როცა მითხრეს ანუ თავიდან რაღაცა არ მეუბნებოდნენ რამდენიმე დღე ანუ ყველაფერი კარგად არის იმიტომ რაღაცა ისე იმედ ჩაულებრივად იყო ყველაფერი აბსოლუტურად და ნუ და როდესაც მოვიდნენ და მითხრეს ყველაზე მძიმე და საშინელი წუთი ხო რაც შეიძლება რომ ადამიანმა წარმოიდგინოს და არც უნდა წარმოიდგინოს არასდროს მაგრამ აი ჩემთვის ეგ იყო ყველაზე გადამწყვეტი წუთი ალბათ. იმიტომ რომ მაშინ ახლა ყოველთვის ვაფასებდი ცხოვრებას, ყოველთვის მადლიერი ვიყავი, ყოველთვის მიხაროდა, ყოველთვის აი რაღაცა დილას ხო იცი, აი რაღაცა ესეთი ვიყავი. ბედნიერი ადამიანი ხო იცი, რომ იყვიდე, მოგიხარი რომ მეგობრები ყავს, ოჯახი, ასე შემდეგ, რაღაცა ყველაფერი პროფესია. მაგრამ მაშინ მივხვდი რომ ამას ვერაცნობიერებ. ეს გონია რომ ესე უნდა იყოს. ხო და ესე არ არის. და არასდროს არიცი რა გელის. არასდროს არიცი რამდენი წუთი გაქვს, რამდენი დრო გაქვს, წელი, საათი თუ რაღაც. ამიტომ ყოველი წუთის მადლიერი უნდა იყო, ყოველი წუთის ბედნიერი უნდა იყო და ის ყველაფერი რაც გონია რომ ეს ნორმა არის, რომ დიახ მე ესე უნდა მქონდეს, დიახ მე ეს უნდა მყავდეს, ის უნდა იმას უნდა ვუყვარდე, ამას უნდა მივირთმევ, არ არის ესე. ანუ აი ისეთი დაფასება უნდა ყველაფერს, ისეთი მადლიერება იმისა, რომ მიიღო რაც გაქვს, რაც გელის. აი ეგ მახსოვს, აი ჩემთვის ეგ იყო გადამწყვეტი, რომ მაშინ მივხვდი, რომ აი ყველაფერი და ამიტომ თაიას გაჩენა ჩემთვის კიდევ უფრო აი არ ვიცი 1000 მაგათ და ისეთი იყო განსაკუთრებული და ბედნიერი. თან აი რაღაცა ნაწილი იყო, რომ ანას ნაწილია, თან ესეც რაღაცა ხო ისიც რომ გიცოცხლდება რაღაცნაირად. თან ეს არის რომ ამის ღირსი გავხდი, რომ მე დედა ვარ, შვილი მყავს და არ ვიცი, ყველაზე მაგარი რაღაც. ჩვენ ამაზე არასდროს არ გვილაპარაკია. ხო, არ ულაპარაკობ ხოლმე, ძალიან მძიმე იყო, ძალიან რთული იყო, განსაკუთრებულად რთული იყო, როცა ამას ქუჩაში გეკითხებოდნენ ეს თან ისეთი პიკი იყო ზუსტად აი ამბებს რომ აი ვისაც რაღაც აი მართალია რომ ხო ეს ანუ უამრავი ადამიანი მთელი გულით და იმითი მაგრამ აი იყვნენ ვისთვის ეს უბრალოდ სეირი იყო და ბოლო რა დაემართა ან რაღაცა აი ქროჩეთი ხარ რაღაცა არ ვიცი მახსოვს რა ლაღიძეს შევდიოდით რაღაც ხაჭაპურს საჭმელად და ესა მართალია რომ თქვა აი ხოჭი ესე რო ხარ ან ვიღაცა გირეკავდა რომ აი ცი მე მგონი თქვენ რაღაცა ფსიქოტროპიული წამალი დაგჭირდებათ ახლა და მე აი თქვენ რო დალიოთ რომ გინდა უთხრა იმიტომ რომ ეს ისეთი ხო რაღაცა არის მე რო ამის ის რა ეს ისე კი არ იყო ის ისე იყო ამიტომ რაღაცა ჩემთვის ესე თემა იყო ამაზე არასდროს არ საუბრობდი არასდროს მაგრამ ეხა ვლაპარაკობ იმიტომ რომ რაღაცნაირად აი ამისი სხვანაირი ხდება რა. ახლა იმიტომ ლაპარაკობ რომ გონია რომ დააფასე ის ბედნიერება, რაღაცები გადააფასე. რა ვიცი, იცხოვრო ეს დღეები, ნინო, იცხოვრო, გადაიტანა. ანუ ეხლა ხო როგორ არის, იცი რომ ძალიან ხშირად დამობე რომ ეხლა ამაზე არ ვინერვილო, ეხლა იმდენ რაღაცა ხდება სტრესული. ეხლა იმაზე არ ინერვილო, ეცადე, მაგრამ
მეორეც არის რომ არ გამოდის ცხოვრება სხვანაირად. როგორ არის ეს არის ცხოვრება, ეს არის ცხოვრება მშვენიერია. ცხოვრება მშვენიერია. სხვა შეიძლება ნიკო ბოდიში გაგაწყვეტია ნიკო გომელაურმა მითხრა გადაცემაში იყო და აი უკვე ეს დიაგნოზი დასმული ქონდა უკვე ძალიან ძიმეთ იყო, ძალიან ცუდად იყო, მაგრამ აი მაინც მოვიდა. ბოლო გადაცემა იყო მისი და მითხრა ნინო ხო გახსოვთო რომ ცხოვრება მშვენიერიაო და აი ისეთი ის იყო წიგნიც მაჩუკა სხვაძე ნინო სულ გახსოვდეთ რომ ცხოვრება მშვენიერია. ჩვენ ახლა ვართ ნინოს და თაიას ლამას სახლში და აქ ვარ ნამყოფი რამდენჯერმე და ბევრი წლის წინ და შემიძლია გითხრათ რომ რადიკალურად და კარდინალურად შეცვლილია ფერთა გამა. მთავარი ამბავი რისთვისაც აქ მოგიყვანეთ არის ის რომ მოგითხროთ რომ ძალიან ბევრი ნივთი ამ სახლში არის თვით ნინო ქაჯეეს მიერ შესრულებული. ერთხელ თაიას უთქვამს დედამისისთვის, იცი რისი მეშინიაო? სიზმარში არ გამეღვიძოს რომ მე მშკურკავდეო. რატო შეიძლება ნინომ გაშკურკოს მისი შვილი თაია, ეხა მოგიყვებით. მოდით, აბა ნინო, გაჩვენე შენი ერთ-ერთი პირველი გაკეთებული ნივთი. იგი არაჩვეულებრივ რომ გამოფენაში რო არის, ხო იცი? აი მე ამისგან გავაკეთე, ნუ ახლა ხურობით. ნუ ახლა კარფანჯარა, მთლიანად ეს იყო ყველაფერი მუქი, შავი, ესეთი კოვიდის დროს, ხო იცი, ყველა სახში ვიყავით, ნუ აი გადავირიეთ რა უნდა გვეკეთებინა, რაღაცა ყველაფერს ისე ვუყურებდით ერთ-ერთს და მე თან უნარი არ შემწევს ლოდინს, არ შემიძლია, აი ხვალ, მაზე, გზეგ, ეგ ჩემთვის არ არსებობს და ვიფიქრე რომ ნუ ხა ხელოსანი ვინ მოვა, ხო, ვერ გააკეთებს არ იმას, თან სულ მიყვარს ეს ცვლილება, დიზაინი, რაღაცა თავიდან ესე უნდა აიღო ჯერ უფრო, მე რა სრიალა რო იყოს რაღაცა 100, 1000, 1500 რამე 1000-იანიც არის, სხვადასხვას გაინტერესებს ძალიან გეთხოვა. და ამიტომ დავიწყე. ესე მე ნუ აი აქ არის დაჩენილი, ხო აი მუქი შავი ფერი იყო ყველაფერი. აი მოიცადე ერთად. ესე იგი, ეს ფანჯრები, ვიტრაჟები იყო მუქი, ნინომ გაშკურკა, მამაპაპური შკურკით, მეგობრებო. ანუ დავიწყე, მივხვდი რომ ნუ წარმოუდგენელი იყო. და ლაკი ვინ გადაუსვა? მე ყველაფერი ეთი წოდი. მე მივხვდი რომ ესე არ შეიძლება. მე და მოდი ხა რაღაცა ხელსაწყო ხო უნდა არსებობდეს. ნუ და დავგუგლე YouTube ეს და აღმოვაჩინე რომ არის სპეციალური რაღაცა ზუმფარები, რომელთაც ამას აკეთებ. ჯერ რაღაცა ერთი ვიყიდე, წავედი ერთად მაღაზიაში. ისეთი იყო, ხო იაფასიანი რაღაცა ისეთი არ ძალიან მტვერი იყო, აი საშინელი. მე მივხვდი რომ უნდა ჩავდო ინვესტიცია, თუ მინდა რომ ეხა ეს ყველაფერი გავაკეთო და ვიყიდე უკვე ესეთი, რა ქვია, რეკლამა რო არ იყოს, არ უტყვი იმ ფირმას, მაგრამ ნუ კარგი ფირმის, იქით ამოქმედება გაჩვენე, პოკეთ ის მე მივყევი და მივყავ. მე გადავიდი კარებებზე, ყველა ამ კარებზე, იქით შემოსასვლელი აბაზანი, ანუ აი თუ კი რამე კარი. სულ ყველაფერი მიდექი და ხელსახში, ანუ გაშკურკე და გაშკურკე. გაყოლებაზეა ეს კარებები, შენის. და ერთი წუთით, აი ის ჭერზე, რა ქვია? ესე ხო, ისინი იყო, რომ ასევე შავი. და ნუ ხა აქ რო შეცვლი ფერს იქაც ხო უნდა იმას აკეთე. ხა იმას ხო უნდა მიწვე რაღაც 5 მეტრია. წამოდით ნახეთ რას გეუბნებით. ანუ 5 მეტრია, აქ როგორ, ამიტომ რაღაცა მედო აქ ჩემ გაკეთებული იყო რაღაცა სხვა ესეთი კონსტრუქცია. იმაზე იყო სკამი, ამ სკამზე წერსასრუტი დავდე, იმიტომ რომ მივხვდი რომ იმაში უნდა შემაერთო, რომ ეს ტვერი სადღაც წავიდეს. ამაზე მე კიბეზე ვიდექი, ეს წერსასრუტი ხელში მეკი და ეს ზუმფ აი საშინელება იყო. არა, იცი რა არის? მაგრამ ღირდა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან ხარისხიანი გაკეთებულია, ძალიან სუფთა გაკეთებულია. გავაკეთე. ეს იყო რაღაცა თაიას ტუმბო, რომელიც ქონდა, ნუ ვერ გეტყვით რა მდგომარეობაში, ჯერ იყო ხის, მე რაღაცა შეუღება, მე იმითი და ნუ არ ვიყოლება. რა შეიძლება რომ გავაკეთო? თქო, მე ისევე დავიწყე ზამფარა, გამესის, მე მოდება დაძველების ეფექტს გავაკეთებ. ხო, ისევე ეს ბაითი, მე ვაქსი აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში და ეს ახალი ნივთიერება იყო, მე აი საოცარი მარშება, აი მოკიდე ხელი სრიალებს ზედაპირი და თან იცავს და თან ლაკიც არ არის. ანუ ესე მე შევღებეს, მე მოდი რაღაცით გავპრანჭო თქო, მე წავედი იმაში LTB-ში, ეს სახელურები მოვიფიქრე ესე რომ გამეკეთები და მე ეს არის ძველი ტუმბო
რომელიც გააცოცხლე შენ და მიეცი ახალი ხო, ამის რესტავრაცია მოვახდე მე, რაღაცები დავაწყე. ის რომ ნინოს უყვარდა ბიჟუტერია, ვიცოდით ყველა ოდითგანვე, მაგრამ ნანახმა მართლაც გადააჭარბა მოლოდინს. მოდით. გახსენით და უბრალოდ შეხედეთ, როგორი წესრიგით არის ყველაფერი განლაგებული. პირველი რესტავრაცია, რაც გავაკეთე, ის იყო ეს ბებია, ჩემს ბეიბი, რაღაც ძველი კონსოლი, რომელიც საყვავილად მარობდნენ და ნუ გაფუჭდა ხან წყალი ჩაუდა საშინაო მდგომარეობაში იყო და ძალიან დამენანა ხოსფებითა, იმიტომ რომ თითა ეს ძველი ნივთები ისინი ხო ერთ დროს აი რაღაცა იმხელა ისტორიას ატარებენ, რაღაცა იმდენი ამბის მომსწრენი არიან, თან ძალიან დახვეწილები არიან ლამაზები და სულ მენანება. რომ აი რაღაცა მერე რომ ცუდ მდგომარეობაში არის და ამიტომ ეხლა ეს დავიწყე რომ ამების რესტავრაციას ვაკეთებ. სივრცის სიმცირის გამო, აი არა მაქვს ხა დიდი ის რო ესე შევინახო, გასათანი არ გაქვს, ხელოს რომ მქონდეს ნიშნები. ამიტომ ნუ ეს როგორ არის? ეს არის ნაწილი, რაც აი ზედაპირულად არის, რომელსაც ყველაზე ხშირად მოვიხმართ. სად ვაკეთებთ ამას? აი აქ გავდგავ. აი ესე ნახევარი გაბოჟე რა ქვია მე-10 სართულიდან ნუ აი წარმოიდგინე და აი ესე მდგომარეობაში მიწევს. ოღონდ ნუ ეს რამდენიმე საათი უნდა გაგრძელდეს, რამდენიმე ფენა უნდა გაუკეთო ამ ყველაფერს, შემდეგ ლაკი, შემდეგ გაშრე, შემდეგ კიდე რაღაცა სპეციალური ისეთი დასამაგრებელი ისინია და მერე რა ვიცი. გამოცოცხლდება და ახალი სიცოცხლე მიეცემა და აღარ გადააგდებენ. რა იყო ან ვინ იყო შენი საყრდენი ცხოვრების რთულ პერიოდებში? რა თქმა უნდა, ხო, ოჯახი, ეს არის ნუ ესეთი დედა, ძალიან საყვარელი და ძალიან კარგი დედიკო მყავს. ბეიბი რუს ნუ როგორც გითხარით, ჩემი ძმა ნიკუშა, რა ვიცი, და მეგობრები. მე რომ მეგობრები და ესეთი მეგობრები არ მყავდეს და არ მყოლოდა. აბა ეხა მოხერი. არ ვიცი, ეს არის ეთაემეუნება სულ. აუ, ისე მშურსო. ის როგორი მეგობრები ყავსო? ანუ აი მართლა არ ვიცი, მეც ესე ვარ ჩემი მეგობრებისთვის, აი არ ვიცი, იმაზე მეტად მიხარია ხოლმე იმათი სიხარული. ხო იყო შენ ცხოვრებაში პერიოდები, როდესაც აი ფინანსურადაც ძალიან გიჭირდა. კი, ყველაფერი, ანუ აი ძალიან ბევრი პერიოდი იყო. სად პოულობდი ძალას, აი რაში პოულობდი ძალას? აი ნინო რა გაძლევდა იმას, რომ ეხლა მე უნდა ავტკი, ეხლა მე უნდა ისა, ეხლა მე უნდა გავაკეთო, აი რა. ეს ხო ჩვენს ექსულ ვიცი, რომ რაც არ უნდა იყოს, ყოველთვის უნდა ადგე, უნდა გააგრძელო, იმიტომ რომ აბა როგორ ეხლა სხვანაირად როგორ შეიძლება? იმიტომ რომ შენ მარტო არ ახარ, იმიტომ რომ შენ რაღაც ოჯახი ყავს, შვილი ყავს, ამდენი ადამიანი ყავს, ვისაც უყვარ ხარ, ვისაც უხარი ხარ, ვისაც ჭირდები, ვისთვისაც უნდა ადგე. ანუ მე არ განვიხილავ, იმიტომ რომ ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ ბევრად უფრო უარესი არსებობს, ბევრად უფრო რთული სიტუაცია, ბევრად უფრო დიდ გაჭირვებაში არიან ადამიანები და ანუ ძალიან უხერხულია ამ დროს, ხო ხვდები შენ, აი განსაკუთრებით ეხა როდესაც სადაც მუშაობ და რა ადამიანებთანაც, როგორ ადამიანებთანაც მიწევს შეხება, როდესაც მათ ყველაფერი დაკარგეს. ანუ ოჯახის წევრები, თავიანთი ცხოვრება და მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. აი მე მაგალითად ომი რო დაიწყო უკრაინაში, ჩვენთან მოდიოდნენ ადამიანები, ვისაც ვეხმარებოდით, რომლებსაც გამურულები იყვნენ. აი იმიტომ რომ ამდენი დაბომბვისგან, ამდენი იმისგან, რომელსაც არ უჭამიათ დღეები, რომლებსაც ოჯახის წევრ არაფერი აღარ აქვთ. უნიჭიერესი, ძალიან წარმატებული, აი ექიმები, მასწავლებლები და აი ისინი ამ თავიანთ გასაჭირს და ამას რო გიზიარებენ, იმიტომ რომ
არ შეიძლება ხა ჩვეულებრივად შენი შემადგენელი ნაწილი ხდება მათი ტრაგედიაც, გიჩნდება სულიერ რაც შეიძლება ბევრი გააკეთო, რაც შეიძლება მეტი დაეხმარო, როგორ შეიძლება რომ მე ხე სახში მოხვიდე და რაღაცაზე დაიწყო წუწუნი, იმან ვიღაცამ ნერვები მომიშალა, Facebook-ზე რაღაცა ცუდი დამიწერა, ან რავი, Facebook-ი მე კი არა მაქვს, მაგრამ რაღაცა, ანუ მან ისე მითხრა, იმან იჭორავა, ანუ არაფერში არ წერია. თუმცა აი კითხვას რო დაუბრუნდეთ, მეგობრები ყოველთვის იყო, აი რაღაცა რომ მიჭირდა, თუნდაც ან ჩემი ბავშვობის მეგობრები, არ ვიცი, აი ბაია, კუჭუხა, გოგოები, თიკო, აი არაჩვეულებრივები, ყველანი ბაციკო ხა ვინმეს ან ლიკა, ოლიკო, მოკლედ, აი თან სუმეჩუება, რომ დაბადების დღეს რატო არასდროს არ იხდო, არასდროს არ იხდო, იმიტომ რომ ქორწილი უნდა გადავიხადოთ, იმდენი ხო ხდები, იმდენი მეგობარი, ჩემი თიკო, რა ვიცი, იმჯო ხატი, ანუ ნინი ხატია, ყველა გოგოები ძალიან ბევრი და ვინმე არ მინდა ხა რომ გამოჩეს. თან სადაც მივდივარ, ყოველთვის ეს გოგოები სულ მომყავს, ან ბიჭებთან ძალიან ბევრი კარგი მეგობარი მყავს ჩემი ბავშვობის, ვინც არიან მერეც, ახალგაზრდობის, სტუდენტობის, უნივერსიტეტის დიანა, რომელიც კი, აი დიანა არის ჩემი მეგობარი, რომელიც აი პირველი კურსიდან, აი 17 წლიდან, ესე ერთად მოვდივართ, რა ვიცი, მისი მეჯვარე ბავშვს ნათლია, ესე აი სულ ესე მაჩიტინა, რომელიც ხვდები ჩემი მეგობრის ნიკუშას მეუღლე იყო, რომელიც მე ნიკუშა აღარ არის, მაგრამ მაჩიტინა არის სულ აი ჩემი განუყოფელი ნაწილი. აი ეს ადამიანები, რომლებიც რა ვიცი, ბაია რაც თავი და ბოლო მახსოვს, სულ იქიდან არის ჩემს ცხოვრებაში. სხვადასხვა თაობის მეგობრები მყავს, აი ძალიან მიყვარს ახალ თაობასთან მეგობრობა. ბავშვებთან, ჩემი მეგობრის შვილებთან. აი ჩემი მეგობრის დედებთან მეგობრობ, ანუ ესეც ჩემთვის არის ძალიან ესეთი ისე რაღაცა საზოგადოება, ცისია, ისე მიყვარს. ოღონდ მაგათაც შემიძლია რომ დამოუკიდებლად მიხვიდე. ჩვენი ჩალოები, ჩემი შვილის ნათლია ირაკლი და მან და და ჯუმბერბიძე არცეთი აღარ არის ცოცხალი და რომ მივდიოდით მათთან რა სულ იქ ვიყავით ხა და მაშინ არაფერი არ იყო ესე და იქ მათთან ვიკრიბებოდით სახში და რომ მივდე მალენა მოდი შენი კლასელი მოვიდა ანუ ამათ არ ვაკეთებდით ბახტრიონის 11B სტუდიო ბალანსი. თიკო ფეიქრიშვილის ცნობილი კლასები. მაია ალუდაური, რომელიც პრეზიდენტის პრესამსახურში მუშაობდა, ყველას ძალიან გვიყვარდა. მაიკო არის 63 წლის, რაც თავი მახსოვს, სულ ასე გამოიყურა. 63 წლის. სულ რა ვიცი, რამდენი წლის ხარ? სულ 22 წლის. მარტივი კითხვა. როგორ? არა, ეს არ ვიცი, ამაზე მე ვერ ვილაპარაკებ. ეს არის ალბათ უბრალოდ განწყობა ჩემი, ცოტა მოცემულობაც ალბათ რომ ესაც შობლებს ვუმადლი და დანარჩენი სურვილი იმისა რომ ვიყო კარგად. აქ მოვდივარ სამსახურის შემდეგ, ნუ ისეთი დაღლილი რომ მგონია თავს ვერ ავწევ და ვერ გავტოკდებით, აქედან მივდივარ ესე ფრთებით. თიკო არის რაღაც მაგალითი იმისა რომ არასოდეს არაფერი არ არის გვიან და ყოველთვის შეიძლება დაიწყო რაღაცა ახალი. მას ქონდა გადასარევი კარიერა, ხო ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ხო, ჟურნალისტური, მაგრამ რაღაცა ეტაპზე იმანაც თავი ამოწურა და მანაც შესაძლოა იგრძნო უკვე რაღაცა ახლის მოთხოვნა და უკვე საკმაოდ დიდმა და ძალიან მნიშვნელოვანი ბიოგრაფიით დაიწყო სრულიად ახალი საქმე. ამას ისეთი შთაგონებით ვუყვები ყველას და ისე მინდა ყველას გადაედოს, იმიტომ რომ ჩვენ ხომ მხოლოდ ფიზიკური მონაცემები არ ვართ, ჩვენ ვართ შინაგანი განწყობა და თიკო არის ამისი მაგალითი შესანიშნავი. მართლა თავისით შექმნა ეს ყველაფერი, თავისი ჰობი, აქცია პროფესია და აი ამიტომ ძალიან პატივსაცემია, იმიტომ რომ ჯერ ესეთი იმდენი შრომა ჩადო, იმდენი რაღაც ისწავლა და მე უნდა რომ ჩვენ ყველას გაგვიზიაროს. მე ვარჯიში დავიწყე, როცა ვიყავი უკვე 40+. მანამდე ბავშვობას თუ არ ჩათვლით, საერთოდ არაფერი არ გამიკეთებია. ის რაც თქვათ შევქმენი, ჩემთვის და ჩემი სხეულისთვის, ეს გავაკეთე 40 წლის ზემოთ. შესაბამისად, არაფერი არ არის დაუძლეველი პირიქით. 40-50 ბევრად 60, რაც უფრო ასაკში ხარ, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია შენთვის ეს ვარჯიში და რაც
ძალიან კარგად რასაც დავაკვირდი, პატარები თქო და ის სტუდენტები ახალგაზრდა 30 წლამდე გოგოებზე ბევრად უფრო მოტივირებულები არიან, სწორედ ეს 40-50 პლუსი ადამიანები, როდესაც ვარჯიშობენ და ბევრად უფრო კარგად გამოსდით. გელოდებით ასაკი შეზღუდული არ არის, არანაირი ფიზიკური მომზადება წინასწარ საჭირო არის, საჭიროა მხოლოდ ის, რომ თქვენ გინდოდეთ. გელოდებით სტუდიო ბალანსში. ნახე შეხედე გამარჯობა უსირცხვილოდ კარგად გამოიყურები. სათუგის ჭერიან. დაჭეკი. ჩემს კვერზე სპეციალურად მობრძანდით. როგორ ახლა? ხშირად ნახულობ თუ არა ერთმანეთს? აი როგორ? ჯერსერთით დაბადების დღეებზე ეს თვითონ ცერემონია გვაქვს, რომ ბავშვი, ანუ თაიასთან ერთად ნინო წყალს არის ერთ-ერთი მთავარი სტუმარი არ არის ხალხმა, მე ცალკე შეგვიძლია ამაზე საერთოდ მოვყვეთ, ორგანიზატორია, მაქედან ეს მოწოდებით ორგანიზატორი და ყველა ორგანიზებს. აი ყველაფერს ის იალაგებს აქედან ამას დადებ, იქიდან შემოვა, შენ ამას ჩაიცომე, აქედან ჩამოვალ. მოკლედ ეს ერთი ის გვაქვს, რა ქვია. ერთმანეთთანაც ხვდებით, სამეგობროში ხვდებით, ჩემთან სახლში, მასთან გარეთ კაფეში, ქუჩაში, მოკლედ ყველგან რა. ეს შემთხვევა რომ მე და ნინოს ერთმანეთი არ დაგვიკარგოს, რაღაცა შუალედები გქონდა ამოვარდნის, მაგრამ არც მიფიქრია რომ ან ფიზიკურად არ ნახვის, მეხუთი, მაგრამ ეს არ არის, ეკა ესე ფიზიკურად შეიძლება არ ნახო ადამიანი. მართლა პირდაპირ მიშოვიწყლები, მაგრამ ის შენი ადამიანია. ხო, ნინოსთან მართლა 2 წელი რო არ გავიდეს და რო ერთმანეთს უბრალოდ აი სიტყვაზე ვამბობ ტროტუარზე რო შევხვდეთ ერთმანეთს შეიძლება 4 საათი ვერ დაგო აი პირდაპირ რაღაც ძაფი რო არ წყდება ხო იცი რომ პირდაპირ მიდის ესე რომ ნინოსთან ეგ არასდროს არ მქონიათ არასდროს არ მიფიქრია რომ პილატეს ინსტრუქტორი უნდა ყოფილიყავი რეკლამა შემხვდა სოციალურ ქსელში რომ ვამზადებთ ინსტრუქტორებს ხო და ნუ აი არ სკროლე რა მეთქე და მეორე აი რომ მივხვდი რომ ხო რაღაცას ფიქს რო გავუშვებ მაგრამ სულ რო გელაპარაკებ აი პილოტეს ინსტრუქტორი ესე მოდის და მეორე დღეს დააბრეკე რა მეთქე ბოდიში მაგრამ მითხარით თქო თუ ამბობ თუ მოკლედ ესე ჩავეწერე აი ერთ დღეში მიღებული იყო რა გაწყობ იმ წუთას არ იწყება და 3 კვირაში მივედი მოკლედ ამ 3 კვირაში დავიწყე და უკვე რო დავიწყე გადამზადება ნუ თავიდან ფიქრობ რომ თუ ვთქვათ არ გამოვიდა შენთვისაც კაი იმიტომ რომ იმდენად გიყვარს და მოგწონს ეს ვარჯიში რომ უფრო ისე ივარჯიშებ რა უკვე როგორც პროფესიონალს უკვე იქ რო დავიწყე სიარული დავიწყე იმაზე ფიქრი ჩემი რომ მექნება როგორი იქნება ამაზე ფიქრი რომ დავიწყე მეგარი ხო ჩვენ კი გქონდა ვარსკვლავური ვარჯიში მაგრამ აბსოლუტურად უცნობები არ მინდა ეს სამშოვანი ეკა რო გენდობა ადამიანი რომელსაც შენ არ გაქვს ბექგრაუნდი ხო ინსტრუქტორის ამდენი ხანი ხო და რო გენდობა ადამიანი ამ პროფესიაში ესეც ჩემთვის აი რაღაც გულისამაჩუყებელიც იყო და მე კიდე მართლა ისეთი ადამიანები დადიან რომ მიხარია ვაი მე დღეს ახლა 7-იანი ჯგუფი აი უკვე ვიცი ვინ არიან 8 საათიან ჯგუფში ანუ აი მიხარია ამ ადამიანებთან კონტაქტი და რაღაც სიამოვნება იქ სასწაულია მე უბრალოდ მინდა გავუზიარო ჩვენს მაყურებელს ჩემი გამოცდილება მე ძვირფასო მეგობრებო 53 წლის ასაკში დავანები თავი სიგარეტს ესე იგი ჩემი რამდენი ხნის ოცნება ახდა ძალიან დიდი ხნის ოცნება როგორ დავანებე თავის სიგარეტს წავედი სკრინინგ ცენტრში ყოველწლიურად მივდივარ და ვემოწმები და სკრინინგ ცენტრში სადაც ჩვეულებრივ ეხოსკოპიას რომელსაც ძუძუზე იტარებენ ქალები რომელიც მთავრდებოდა ძალიან მალე დროზე ცოტა დიდხანს გაგრძელდა ну მაგალითად თუ კი ადრე გამოვდიოდი სადღაც 20 წუთში ეს აღარ დამთავრდა. აბა მოდით ახლა იქიდან შევამოწოთ, აქედან შევამოწოთ, იქიდან შევამოწოთ, აქედან შევამოწოთ. და უკვე აი ამ შემოწმებების და ამ სკრინინგ ცენტრში ყოფნის უკვე სადღაც 1 საათი იწურებოდა და უკვე ბოლო შემოწმებებს გავდივარ. მართლა არ ვფიქრობ და არც ჩემ თავს ვაძლევ პირობას და არც ღმერთს პირდები. აი არაფერს უბრალოდ აი ველოდები რითი დასრულდა, იმიტომ რომ ყველა პირობაა იმისკენ რომ თქვან რომ რაღაც პატარა პრობლემა გაქვს. მითხრეს კიდევაც რომ თუ პატარა პრობლემა არ არის არაფერი, ხო გეუნებრივ გავიგებ და ასე შემდეგ. და აი რომ დაასრულა ეკოსკოპია ექიმმა და თქვა რომ
არაფერი არ არის და ერთ წელიწადში მოდი ძვირფას დესის, რომელიც შემოვიდა ოთახში, უთხარი, არ ვიცი, მე კი ამასობაში სიგარეტს დავანებე თავი. აი, ასე დავანებე სიგარეტს თავი, მეგობრებო და ყველას მოგიწოდებთ, განსაკუთრებით ახალ თაობას, რაც ყველას მოგიწოდებთ, რაც უფრო მალე დაანებებთ, მით უკეთესი, ამას გეუბნებით მთელი გულით, 1 გრამი არ მომიმატებია. არც ჭამა დამიწყე, არც არაფერი და პირიქით ეხა ნახე აბსოლუტური დარწმუნებით გითხრათ, რომ ეს ყველაფერი არის ტვინი, არც მოიმატებთ, არც არაფერი არ დაგემართებათ და ამაზე კარგს თქვენ თავს არაფერს გაუკეთებთ, ეს მიიღეთ ჩემგან ეკა ხოფერიასგან და ყველა ერთბაშად დაანებეთ სიგარეტს თავი. და მოდი პირველი კერძით გაგიმასპინდები, ვითომ ჩემი გაკეთებულია, მაგრამ სინამდვილეში არის საავტორო სამზარეულო. აქ არის ქართული ფიუჟენი და ევროპული კერძები. ეს გახლავთ სალათი, ჩერი, პომიდორის სალათი, ბაზილიკის соусით. მოდით აბა, დიდი მადლობა. დაიღეთ. ხოფერია და ქაჯაია მაკინეში რასაკურველია მეგრულ გვერდს ვერ ჩაუვლიან ეს არის მეგრული ხარჩო და ეს გახლავთ სვანური თაშმიჯაბი. ნუ თაშმიჯაბი ვინც არ იცის არის ძალიან პოპულარულია სვანეთში, მე სვანეთში მაგას გასინჯული, დიანამ გამასინჯა არის კარტოფილი და ყველი და ანუ ყველი ის არის ესე უნდა ირეოდეს და რაღაცა იწელებოდეს. და კიდევ მეგრული ხარჩო და კარგი აბა ბონაპეტი. იცით როგორ არის ამ ადგილის ისტორია, როდესაც შეიქმნა ქაურობა მის დამფუძნებელს თუმე თავიდან უთქვამს, რომ მოდი იყოს ეს თავიდან ესეთი საუზმეების ადგილი. იმიტომ ეს არის ისტორიული, ვერაფერს ვერ შეეხები, ხა დიდად აი ეს ვიტრაჟი ეს ლამაზად გააკეთეს და მე უკვე ნელ-ნელა, როდესაც ინტერიერის იმ დეტალს ის დაემატა, ის კედელი, ის რაღაცა და მე უკვე მიხსნა, რომ მხოლოდ საუზმეებით ვერ შემოიფარგლებოდნენ და შექმნეს ესეთი საავტორო სამზარეულო ქართული და ევროპული. ასევე ძალიან გირჩევ შენ და მაყურებელსაც ორაგულს ნუშის ბაჟეში, მის соуსში არის უგემრიელესი და ასევე ძალიან აქებენ მაკინეს ხის სოკოს. მაკინე უკვე 21 საუკუნეში ეს ჩვენი სივრცე განაგრძობს ტრადიციას და სტუმრებს თხოვს, რომ დატოვონ თავიანთი ხელმოწერების სუფრაზე. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, ეკა ხოფერია ტოვებს აქ თავის ხელმოწერას. თუ ჯერ კიდევ არ გამოგიწერიათ, ზუსტად ეხლა არის ის დრო, რომ თქვენ აი ამ წუთას ეხლა უნდა ადგეთ და გამოიწეროთ ეკა ხოფერიას YouTube გვერდი, შეხვედრები ეკა ხოფერიასთან. მე მგონია რომ უკვე დაიწყეთ, ხო? თუ ჯერ კიდევ არ გაგიკეთებიათ, აი ზუსტად ეხლა აი აკეთებთ. ნახე როგორ ემატება. მგონია რომ ახალი ეტაპი იწყება ეხლა. აი სულ ესე არის ცხოვრებაში რაღაცა გება და მე ახალი უნდა დაიწყოს. აი მგონია რომ ეხლა არის ის ასაკი, ის დრო, ის მომენტი რომ რაღაცა კიდე ახალი უნდა მოხდეს. ხო და აი რა არის ეს ახალი? აი რა სტილის სიახლე გინდა? სიყვარული? რა ვიცი, საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს ესე. ხო, არაფერი. ნუ ხა თუ მოხდება, თუ არ მოხდება, არც ეგ არის პრობლემა.
ჩვენ თვითონ უნდა შევქმნათ სიხარული. არ უნდა ველოდოთ, რომ აბა, სად არის სიხარული? აბა, მე ვინ იმას მიზავს, ვინ რას გამიკეთებს, ვინ რას მომანიჭებს, ვინ რას. არა, ეგრე არ არის. შენ თვითონ უნდა შექმნო შენი ბედნიერება, შენ თვითონ უნდა შექმნო შენი სიხარული, შენ თვითონ უნდა შექმნა მოლოდინი და მომავალი იმისა, რომ გამოხვალ, გადალახავ, კარგად იქნება, ნუ არ არსებობს. აბა ხა ესე გულზე ხელი თუ დავიგრებ და ვთქვით, რომ მორჩა არაფერი არ გამოვა, ყველაფერი ცუდად არის. არა, ვერ იქნება. აი მე ძალიან ლამაზია ამასობაში ეშვენი დათოვლილი თბილისი. ძალიან ლამაზია და აი ხო გეუნებ რა კარგია, გამოდი ქუჩაში. ისე ინე რამდენ რაღაცას აღმოაჩენ. ნინო, მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გითხრა. პირიქით მადლობა თქვენ. მონაწილეობისთვის და რა ვიცი, აი ბევრი რაღაც მინდა გისურვო, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი არის, ესეც ყოველწლიურად უსურვებ, გისურვებ ბევრ კარგ ადამიანს შენ ცხოვრებაში, ეს ყველაზე მთავარია. ახალ ადამიანს. ძალიან დიდი მადლობა, ჩემო მეგობრებო, რომ იყავით ჩვენთან ერთად. კიდევ ერთხელ გადაცემის ბოლოს მოგიწოდეთ, რომ გამოიწეროთ შეხვედრები ეკა ხოფერიასთან ერთად და შეხვედრამდე.